ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამ ხეობისათვის და აი ამ ფაქტებისათვის ააშენეს საავადმყოფო, რომელიც 2011 წლის დეკემბერში დამთავრდა. ერთი კვირით ადრე დამთავრებამდე მოვიდა ხარაგაულის რაიონის გამგებელი თორნიკე ავალიშვილი, რომელიც განათლებით არის ვაი ექიმი, გამოყარა იქედან მუშები და თვითონ რამოდენიმე ხნის შემდეგ შევიდა, ვერ გახსნეს ეს აპარატურა, იმიტომ აქ არის ჟანგბადის დანადგარები, ბიოდანადგარები და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა ვდგევართ იმ საავადმყოფოს ეზოში, რომელიც მიიტაცა ნაციონალურმა ხელისუფლებამ, რომელიც უნდა ყოფილიყო უფასო, საიდანაც აი ამ მოედნიდან და აფრენილიყო ვერტმფრენი, რომ აი იმ გაჭირვებულ სოფლებამდე მიეღწია გაჭირვების დროს, რომლებიც ჩვენ სულ ფეხით დავიარეთ და სადაც 52 წლის ქალი გარდაიცვალა მარტო იმიტომ, რომ მისასვლელი გზა არ არის და ვერ გამოიძახეს ექიმი. მე ამაზე საშინელება არაფერი არ მინახია, რაც ჯერეთი პრობლემები ჯანმრთელობის. კლებადობა, შობიარობის საერთოდ რა დღეშია. გზები, ეგეთი მე არ ვიცი, გზებს ვაშენებ და რა გახდა სოფელში ნორმალური მისასვლელი გზა. ნახეთ, ერთი ავტობუსი ვნახეთ, რომელიც დადის კვირაში ერთხელ. ჯონი, არ აქვს ხვენია შენ? არ აქვს ხვენია? რატო აშინებ ხალხს? რატო დაგიხარ? მე შენ ერთხელ გადაგიღე სურათი, გუშინას გადაგიღე, შენ ვერ დამინახე მე და ნუ აშინებთ ამ ხალხს ძალიან ხო?